სიკვდილს ჩავხედე თვალებში და უბედურებაა ეს. დედა, რა მოგივიდა, გოგო? ვაიმე, სუტალახიანი გაგშარვალი, ახალი შარვალი, კაი სტილია. რა ვიცი, მე ვტინტელია. სვეტას ვლაპარაკებთ გოგო სამსონიძეს, რომ დავემშვიდობე და შემოვტრიალდი, ფეხქვეშ რომ მიწა გამოგეცდება, ჩავარდი ორმოში. როდის ამოთხარა ის ორმოდა, ვინ ამოთხარა, არ ვიცი. ეგ 2-3 დღის წინ ხო ამოთხარის გზაა გასასწორებელიო და ეგ შენ გაასწორე და მეორე გენი გაასწორებენ, კაი რა. ეგ რა, ლებანიძეებს ბავშვს ჩავარდათ გალიას კი შეგნით, ხო? მე ხო დადია საარჩევნო და პოლიტიკოსები კაცო უთხრათ აგენ რომ ინგრეულია ყველაფერი და პირობები არ აქვს. კაი რა თინგო რა, ეგენი სულ ერთმანეთს ლანძღავენ მის დღემში კაცო. მე კარგი ვარ, ის ცუდია, მე ანგელოზი ვარ, ის ეშმაკია და მე ბერაში მადგება ეგა კაცო. მაგრამ გეკითხები. დადიან გარდაკარდა, ჩემთანაც ხო იყვნენ ამოსულები. ლამარას დავკაკუნეს კარებზე, გასაუბრება გვინდაო და მე უთხარი გარდაიცვალა ეგ ქალი თქო. ქალი კლინიკამდე ვერ მიდიოდა და წამალს ვერ ყიდულობდა მეთქი და შენ არ მომგვიდე ჩაიქნიეს ხელი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა დარესულები ადრეს აძლევდნენ ხმას არჩევნებზე და მეგარი ალბათ მაგათთვის მთავარი. ერთი გადავაწყდე რომელიმეს რა. იმაზე კი არა ვილაპარაკობს. უმუშევრობა როა გამეფებული, წამალს ვერ იყით, საჭმელს ვერ იყიდი. ეს ამდენი ხალხი გარბის საზღვარ გარეთ, ჩემი ორივე შვილი წავიდა. ერთი იტალიაში, მეორე პოლონეთში, ეს ნორმაა? ხო და ერთმანეთის ლანძღვით კაცო ხალხს არაფერი უკეთდება. მეტად უნდა იყვნენ მობილიზებულები ამ ხალხსა და მაგის საჭიროებებზე. ოქრო ვერცხლი არავის არ უნდა კაცო, მაგრამ ღამეს რო ვათერებ და 700 ლარი მაქვს ხელფასი, მაგით ვარ ჩინო ოჯახი. თანში როგორი პუტკუნა და ესეთი შვილები ყავს, როგორ მიყვანა, ნიუანე და მარიამი. გიორგი და ელენე გოგო. ხო, ძალიან მიყვარნან. და ჩემი შვილები უმაღლის და მაგითაც რო დამთავრებულები 800 ლარიან სამსახურში არა იყვანეს არცად. აბა და რა შვილები ყავს მერე შენ? ჩემი შვილები ვით მიყვანა ზურა და კრისტინე. გაჩი და ნინი. ხო, ძალიან მიყვარნან. შენ და ხორცის გემო აქვს. ვაიმე არ შეჭამოთ ეგ რა. კონიაკის მაგივრად შემწვარი კატლეტის ეთით დავნამე ეგ ტორტი. რა ქენი? აუ, იმინე საოცრება იქნება. იმედია ტოლმაში ქათმის სალატ არ შეახვიე. ინგერ ტორტი აღარ გამოაქვს, თორე სოფელში გავბრუნდები დღესვე. ძაღლი საჭმელს გემოქონდა. ინგა მადარცაკ 24 საათიანი მომსახურება, 29 და 30 დეკემბერს. შეგვიძლია მაგათად მივიდეთ ფილიალში და ვიყიდოთ. ამაზე გემრიელს მეც რა შეჭამ. ხო, ხან უთხარი რომ ხორცის გემოიანი ტორტი არ მოგცენ. აი მე ერთხელაც ხარ მეცა და ჩემით გამოცხობა, აღარ დავნამავ კატლეტის ეთით და ეგ იქნება. არ გამოაცხოთ უდნო მაინც გიყვა შენი ოჯახი და ზოგადად ადამიანის ორგანიზმი. არ გამოაცხოთ, თორე ტუალეტში ისე ვერაფერს ვიზავ ხოლმე. მოდი ერთხელაც ვცდი რა და თუ არ გამოვიდა მე ვიყიდოთ მადარტი. ინგა რა შვებია? რატო აღარ ეცხოვ რა მოხდა? არაფერი. კაი, თქვი მიდი. გამოვაცხე, მაგრამ ბოლოს დოგვი დავკრე მე ტორტი. მკვდარიჩი წიმოვიყვანე ესოდან. ვაიმე, რა მკვდარიჩიდიო, მარიკო, დაგეტოვებინა იქ, კაცო. საჭმელებს ვაკეთებ აქ მე საახალწლოდ. რა გინდა ინგა, ჩიტის ძიერ მოაკლდება ჩვენს უფრას. რა უნდა უყვე ხა მაგ ჩიტს? უნდა დავმარხო. დესად დავასაფლაო? რა ვიცი ხა მიწა არა მაქვს სახლში და ვაყარე მიდის პარკეტი და დაასაფლავე შიგნით. შეხედე მართლა მიდი, გამოდი ახლა აქეთ. ვასო მითხრა რომ ტუალეტის ქაღალდში გაახვიე და ჩამოიყვანე ეზოში დავმარხოთ. აჰა, ეზოში უნდა ჩახვიდე ესე იგი კიდე. მიზეზი მოგეცა რა გინდა. ასად არ ჩახვალ ჯერ საჭმელი უნდა შეჭამო. დადე ეგ ჩიტი მანდ. ვახ, ნიტრით გარდაიცვალა ეს ჩიტი. საბარაუდოდ გულით, გალურჯებულია სახეზე. ძალიან გაიგე ახლა შენ რა გულით მოგდა თუ სიბერით ეგ. დაგატირებს ომარიკო. ჩიტი რა მოგდა. მე როგორ ნერვებს მიშლის ახლა. წაი და შენ ოთახში იტირე. მერე დაასაფლავე ეგ საღამოს. ჩავდივარ მე ეზოში უნდა დავასაფლავოთ, ვასოც მომეხმარება. სად არის ჩიტი აქ როიდო? მე რა ვიცი ომარიკო, სადაც დაასვენებ, ცხედარი მანდ იქნება. მოძებნე კაცო. რა საჭუთ ჩუმად ხარ ბიბო? მოიცადით. ეხლა რის ჩახოხბილი ვჭამეთ ჩვენ. აუ, ჩემი ჩიტი ჩახოხბა. აბა როგორ ახარ, თამო, როგორ არის ჩვენი თონე, გოგო? ხო ამუშაობა. არი გოგო, არ არის, გავწყდი წელში. ახალ წლებზე ნახე ეხლა შენ არ იგირო დაგიდგება. მერე მერისთვის ვარ, გოგო, აქ ჩამოვალ და მოგეხმარები ამ დღეებში. თან საახალწლო რიგებში ყველაზე კარგ ჭორებს ვიგებთ ხოლმე მთელი უბანი რო ჩამოვდის.
ჩამოჯექი მან და მიდი. სანამ ამოვა ეს ცომი, ყავას მოვასწრებთ. სადმე მიდიხარ? რა ვიცი, მეთქი საჩუქრების მაღაზიაში გავივლით ხო. მართლობაში ხო ვარ დაპატეჟებული კლარა შვილიშვილის და კლარაშ გოგოს ორსულობის ამბავი ხო აგავიგეთ მაშინ ახალწლოვურის რიგში. შარშან. უი გოგო, მაგათ კი უწევთ უკვე ნათლობა. ინგა საახალწლო აქციაზე არ მოვიფიქროთ რამე? აი მე მაგაზე ვფიქრობდით ამო წუხელის და რო ვიანგარიშე, მოდი 8+1 გავაკეთოთ, ჰა? თორე წავალთ ზარალზე, ყოველ მეორე და მესამე პროექტზე თუ ერთი უფასო პური ვაძლია ხალხს. ოჰ, ლალი, რა ვახარ, ლალი? სად დაიკარგე, გოგო? ზდრასტი, გოგოებო, რა ვიცი, დავრბივარ საქმეებზე, თონეს ხსნით, ხო იცით, ახალი წლების მერე, ხო, აგერ გვერდზე გარაჟს აკირავებენ თხელაძეები და უნდა ვიქირაო. თონეს ხსნით, ესე იგი, ხო. წარმატებები ჩემო კარგო, აბა თქვენ იცით, კარგად. და სანამ გახსნათ, თორეს გაეყოლებინა ერთი-ორი პური ხო შეიძლებოდა. არა ერთი კრიჟანი, რო იტყვიან, რო შევა უკან იღურებაო რა. ჩემებთანაც ჩავალ გურში, მარას ვიზავ. შეხედე კიდე ლალი მოდის. რა ხდება ლალი, გოგო, რა შეწუხებული სახე გაქვს? გასაკლეჯათ მინდა ეს თხელაძეები რა. ვეღარ მოგაქირავებ გარაჟში, ქირავ უკვე კარგფასად დღეს ვიღაცამ და დაგასწრო. დედა რას ამბობ, გოგო? კაი, შენ მაგაზე არ იჯავრო, კაცო, ეგ არ იქნება, სხვა იქნება. კაი, მიდი ლალი, მიდი. სხვა მიქირავა კი. მე ვიქირავე, გოგო, ტონეების მაგნატმა. ბავშვებო, შემოდით ახლა მალე დიდხანს ვიყვირო? შეხედი როგორ მოიზლაზნება რა. დაწყედით სულ ყველა. დღეს განვლილ მასალას გავიხსენებთ. მას განვლილი თუ განავლილი? განვლილი. განავლილი თქვენკენ მოიკითხეთ. აბა ვინ გამახსენებს არსებითი სახელის ბრუნვებს, რო ვისწავლეთ 7 ბრუნვა. აბა იქნება მოვაბრუნო ეხლა ესეთი ორიანები ჟურნალში, რომ თელი წელი ვეღარ გამოასწოროთ. მას მე ვიცი 7-ვე. პირამიდები, ბაბილონის დაკიდული ფაღები, ალექსანდრიის შუქურა. 7 ბრუნვა, გოგო, 7 საოცრება მეთქი ეკითხარით? ალექსანდრიის შუქურა. ჩამაშუქურეთ შენ თვიში გაიგებდე რა ხდება. მას მე მახსოვს. პირველი იყო სახელობითი, მერე მეტი აღარ მახსოვს მას. ოხ, კაი, პირველი ბრუნვა სახელობითი. მეორე მოთხრობითი, ხო? გასწავლეთ, აბა გაიხსენეთ შარშან მოთხრობითი, ანუ ამით ერთი ადამიანი მეორის რაღაცას უთხრავს, ხო? მას უთხრავს, სწორია? დიახ, სწორია. უთხრავს ის მას. მას მე მგონი არასწორი, არასოდეს გამიგია ეგეთი სიტყვა. სწორია, შვილო, სწორი. უთხრავს ის მას, მოგითხარი მე შენის. ომარიკო, ჩასვება მიდი ახლა ეს სიტყვა წინადადებაში. თხა ძროხას ამბავს უთხრავს. ფანტაზია ვერ დაგეხვეწავ ერთ წილს, ხო? მითხარი ახლა მანდიდან ზნა რომელია? ზმნა? ძროხა? თხარაშვება, ბიჭო. კარგით, ნათია მასწავლებელო მოვალ დღესვე. კი ბატონო. რა მოხდანი და ომარიკოს დამრიგებელმა დამიტეკა. გამოცხადეთ სასწრაფო სკოლაში, თქვენ მაშინა გაკვეთილზე კიკინი დაიწყო. ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა. აუ, ძალიან მარილიანი ყველი ვჭამეთ მე მგონი. მე მგონი კი არა მარილიანი იყო, 4 ჭიქა წყალი დავლიე უკვე რა. ამაღამძილი მე არ მიწერია. ყველი იყო მარილიანი თუ მარილი იყო ყველიანი ჯერ ვერ დავადგინე. და რა უკმაყოფილოების ოჯახი ხართ. რა ინგური მესე კაცს მოსოფლიდან გამოგეგზავნთ, ამდენი ყველი და თქალკი სიტყვა არ დაგწენიათ. რა არ დამსწენია კაცო, დავურეკე წეღან ენგურის და სომადლობები უხატე მაგასაც და ეკასაც. კიდე კაი რომ სანამ გავსინჯავდი იმყვას მანამდე დავურეკე, თორე მე სულ დამეკარგებოდა სურვილი. წყალი მომაწოდე რა. მაგრამ კუჭი გამებერა და მეტი წყალი აღარ ჩადის. თან მოსაღამოებულზე რომ მოგვინდა ყველას იმ ყველის ჭამა. მოტყოფა მაღამ ტუალეტი გადაიტვირთება და რიგის ნომრები აიღეთ ყველამ. პირველ რიგში ქალები და ბავშვები შევლენ. მაგრამ მეტი ერთს რა გვინდა რო ვარდი და. შედატო შედიხარ პირველი მე მოვიდი. შემშეხარ რა ხდება კაცო, იქით იკამათეთ შემიშვით რა ტუალეტში. ვა, მაგრამ ინგა. პირველი მაშადვარ, იმიტომ რომ მოხუცი ვარ. რამდენად დამართოს თქვენ მოსავლენი გავხდები ინსტანტა. კაი შედი ხომ? ამის მერე მე ვარ, იმიტომ რომ შენამდე მოვიდი ინგა. აუ რა გამოდის რომ მე ბოლო უნდა შევიდე? მერე რა, მარიკო, ბაშკაცი არა ხარ.
გამოვიდი მიდი შედით. შო ეხლა მე შევალ ანასტასია და მე შენ. კაი მიდი ხო. ამალიკოსაც ახვედი. აღარ მიდია. აზრი აღარ აქვს უკვე. დაბადების დღეზე მივდივარ მე და იმედია რომ სახსა დაიმხობთ თავზე ამ საღამოს. არაფერს ვიზო, მაქსიმუმ ბალეშით ვცემო შენი შვილი. ანასტასია, მებია თქვენი არ გააბრაზოთ იცოდე, თორე მოკლავთ იცოდე, მაღალი წნება ქონდა ისედაც დილით. დი რესტორნიდან რომ მოგაქვს ხოლმე საჭმელები, ეგრე წამომიღებ დღესაც, ხაჭაპური და ქაბაბი. ვერ არის ეს რა. ბიჭო, სახლში იხდის დედა და სახლიდან ხوار წამოგიღებ საჭმელებს. ვაიმე, წავედი აბა და თქვენი ცით ეხლა. ვაიმე გოგოებო, მოდი ეხლა მე გეტყვით ერთ სადღეგრძელოს რა. ერთხელ ერთი დიდებული, როდესაც თავისი მეუღლისთვის საჩუქარს არჩევდა, იუველირმა გოგონა, ვინც იქ ბეჭდებს ყიდდა, დახმარება შესთავაზა. ხო და ეს კაცი დიდებული კი იყო, მაგრამ საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი. და რამდენი რაღაცა შესთავაზებდა ეს იუველირი გოგონა, ყველაფერი მოწონდა, ყველაფერზე თანახმარი იყო. აბა ეს ბეჭედი ნახეთ, კი ბატონო, აბა ეხლა ამას შეხედეთ, კი ბატონო, ყველაფერი მოწონს. ხო და რო შეამჩნია ამ იუველირმა გოგონამ ქალმა რომ ამ კაცს ყველაფერი მოწონს, ყველაფერზე თანახმარიო, ადგა შეაწილა და დაანგრა სამაგალითო ოჯახი. ხო და მოდი პატიოსთან ადამიანს გაუმარჯოს, რომელიც თავის რჩეულს არავის და არაფრის გამო არ გაცვლის, არ უღალატებს და არ მიატოვებს. ბრavo, გაუმარჯოს ნამდვილად. გაუმარჯოს, რა სადღეგრძელოები იცი, გოგო, ცრემლი მომადგება ხოლმე თვალზე. იმის არ იყოს, ერთხელ გოგოებო საფლავებზე ვიყავით გასული და ისეთი სადღეგრძელო თქვა, გაჭირვებულ კაცზე რაღაცა, ვერ გაიგებდი ვინ მკვდარზე ტიროდა და ვინ ინგას სადღეგრძელოზე. ისე რასაშინელება აღალატი. ინგას ასე მიატოვა თავისმა ქმარმა და 10 წელია უკვე აგერ კაცის გარეშეა ოჯახი. ჩემი ქმარი რო არ გეხსენებინა, ეხლა არ შეიძლებოდა. შენ ვიზერას ამბობ, კალ. აი, ტელეფონმა გადაგარჩინა ეხლა. გისმენ? არა, ამცალია ეხლა ხო. კაი. რაო ვინდა გირეკავ? შენი ქმარი იყო. ჩემი ცოლი დაბადების დღეზე წასული და ამომიარე ამ საღამოს რასაკეთებო. რა იყო გოგო ბავშვმა დამირეკა და სუკათეთ დასახეზე. შემოვედით აბა კლასში, დაიწყო მუსიკის გაკვეთილი მე მგონი. ვასო აქ დავსხდით უკან და ზელატოსი მაგ ჩუმად ჭამოთ. მას დღეს ისე უკვე დარხული გზავნა ვიმღეროთ. არა, დღეს მინდა რომ ახალი სიმღერა ვისწავლოთ, ხო? ახალ წელს არ გვინდა შური, უკნიდან მესმის ხრაშუნი. რა შჭამთ მან, რა ხდება? კარგით, აღარ შევჭამთ მას. ხო, შენთვის ეჯობია რომ არ ჭამო. ცეში იყო ხელებს და მე მაგ ხელებით ჭამ, ნუ. ფუ, აუ ეხლა მივხვდი მას. ზელატოში რა ყოფს სკვინტიან ხელებს. მეორეც მაგ და იმას აღარ გაჭმევ. ზელატოსის გაყოფა თუ არ გინდა სხვებთან, ადექი და მოიტანე ჩემთან. გამოიტანე დროზე. აუ შენ გამო მეორესაც შემიჭამს მასწავლებელი. აიღეთ მას. მას ეგ ძალიან გემრიელია ყველისარი. ხომ იცით რომ ძალიან მიყვარს ყველი, ისე ამბობ გეგუნება არ მინახოს ყველი. ვინმე მასე ძალიან საშინელება გამოდის. ვიმედი და აუ მას ნორმალური სიმღერები რო ვიმღეროთ. ძალიან გამოდგა. ნორმალური იქნება. Feels I was afraid, I was petrified. Go now, go. Walk out the door. Just turn around now.